ნამდვილად გუშინ ეს იყო სიყვარულის, ვაჟკაცობის, რა ვიცი რა, საზოგადოებად ჩამოყალიბების დიდი ზეიმი. შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელი დღე შეიძლება ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. და ახლა დღესაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დღეს ქალბატონი სალომე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს სიტყვით გამოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია. და მე არ ვიცი ახლა რა სიტყვის, მაგრამ მე მინდა ჩემი აზრი ვთქვა, ანეკდოტის სახით, ჭიჭიკია ბაღში მასწავლებელი ანაწილებს როლებს საახალწლო კარნავალისთვის და ბავშვებს ეკითხება ახლა რა გინდა, რა ჩაიცვამ, რა როლს ითამაშებ და ახლა მალხაზი მეო მერცხალი ვიქნები და შავ-შავალ კოსტუმს შევიცვამო. ათია მე ია ვიქნები და ლუჯებს შავიცვამო და ასე შემდეგ და ბოლოს ახლა ჭიჭიკიას ეკითხება შენ რო რას იზამოდა. მეო მასწავლებელო ყველაფერი ყავისფერი უნდა შევიცვამო. რატო? ვიჟო უნდა ჩაგიჯვათ კარნავალშიო ბოდიში ამ გამოთქვისთვის და აი ზუსტად ასე 29-ისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ ის რომ ქართულ ოცნებას რასაც არ თქმევს პრეზიდენტის ინაგურაციას უნდა ჩაუჯვათ ინაგურაციაში ბოდიში ამ სიტყვებისთვის მაგრამ სხვანაირად ამის თქმა არ შემეძლო ერთი გეგმა აუცილებლად ეს უნდა იყოს მადლობთ ყურადღებისათვის